გადაუღებლად თოვდა გურჯაანშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მუშაობა შეწყვიტა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. გარესამყაროს არის მოწყვეტილი მაღალმთიანი სოფელი ჭერემი, სადაც თოვლი 9 მეტრზე მეტია. ქალაქ გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში მძიმე ტექნიკა გვიან ღამიდან მუშაობდა. გაიწმინდა მთავარი და შიდა საუბნო გზები. მოგეხსენებათ, რომ უხმა ნალექმა და ჭარბმა თოვლმა საკმაოდ დიდი პრობლემები შექმნა მუნიციპალიტეტის მასშტაბით. გუშინ ღამიდან დაიწყო მუშაობა ჩვენმა სპეცტექნიკამ. დღეს დილით დავამატეთ კიდევ 4 ერთეულის სპეცტექნიკა. ამ დროისათვის სრულად არის გაწმენდილი გურჯაანის ზიარის დამაკავშირებელი გზა და ქალაქში შიდა ქუჩები და გზები. რა თქმა უნდა, პრობლემები ისევ რჩება ფეხით მოსიარულეებისთვის დათოვლილი ხეები, შემთხვევებია ჩამოტეხის და ასე შემდეგ და მოსახლეობაც უნდა მაქსიმალურად გაფრთხილდეს. მობილიზებულები ვართ, დამარაგებული გვაქვს ტექნიკური მარილი. დღეს დილით შევიკავეთ თავი ტექნიკური მარილის დაყრით და შემოვიფარგლეთ მხოლოდ ქუჩების გაწმენდით, იმიტომ რომ სავარაუდოდ როგორც პროგნოზი გვეუბნება, ამაღამიდან იწყება ყინვები, ტექნიკური მარილი დამარაგებული გვაქვს და ყინვის შემთხვევაში დილიდანვე დაიწყებენ სამუშაოებს ჩვენი შესაბამისი აიპები და ტექნიკურ მარილსაც გავეხმარებთ.